იუნგმა თავის დღიურებში აღწერა მომენტი, როცა იპოვა ემპათიური მგრძნობელობის წყარო. 1912 წლის ზამთრის დილას პარკში მან თვალი მოჰკრა 5 წლის გოგონას. ბავშვი მარტო თამაშობდა. ამ დროს მისი მშობლები რამდენიმე მეტრში გამათობდნენ. რამდენჯერაც მშობლებმა ხმას აუწიეს, იმდენჯერ ბავშვმა თამაში შეაჩერა. მათკენ გაიხედა, შემდეგ ისევ გააგრძელა თამაში, მაგრამ ბევრად უფრო დაძაბული მოძრაობებით. იუნგი მიხვდა, რომ უყურებდა ემოციური ანტენის დაბადებას. ბავშვის გონება იძულებული იყო განევითარებინა გადარჩენის რადარები, რომლებიც განსაზღვრავდნენ მთელ მის მომავალ არსებობას. ეს აღმოჩენა 10 წლის კვლევით საფუძველი გახდა იუნგისთვის. მან დაიწყო ემპათი ადამიანების ბავშვობის ისტორიების კვლევა. ამ ბავშვების 92% გაიზარდა ისეთ ოჯახებში, სადაც ემოციური გადარჩენა მთლიანად დამოკიდებული იყო სოციალური წაკითხვის განსაკუთრებულ უნარებზე. მაგრამ ის, რასაც იუნგი თვლიდა ევოლუციურად, ეს არის ადაპტაცია, რომელიც ხდება ცნობიერი არჩევანით. ბავშვის გონება, რომელიც ეჯახება ემოციურად გაუთვალისწინებელ გარემოს, ავტომატურად იმუშავებს იმას, რასაც იუნგი უწოდებს გადაუდებელი სიტუაციის პროტოკოლს. გავიხსენოთ წამით ბავშვობა. გვახსოვს თუ არა, რომ ბავშვობაში ყოველთვის ვიცოდით, რომ სახლში რაღაც ისე არაა. მანამდე ვიდრე ამაზე უფროსები იწყებდნენ საუბარს, ჩვენ უკვე შეგვეძლო გამოგვეცნო, ვინ არის მოწყენილი. მაშინაც კი, თუ კი იღიმის. გაგვირნვითარდა თუ არა უნარი, წავიკითხოთ სახეები, ხმები, ატმოსფერო, უზუსტესად, უსწრაფესად. იუნგი მიხვდა, რომ ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის დამთხვევა. ჩვენი გონება ბუკვალურად ახდენს გადაწყობას, რათა იმოქმედოს როგორც ადრეული შეტყობინების სისტემა. ჩვენი გონება ხდება თითქოს ემოციური რადარი, ფსიქოლოგიური საფრთხეების აღმოსაჩენად მანამდე, ვიდრე ისინი გადაიზრდება ღია კონფლიქტში. იუნგს გამოყოფილი აქვს 3 ტიპის ოჯახური გარემო, რომელშიც იზრდება ემპათი ბავშვი. პირველი ტიპი ეს არის ემოციური აფეთქებების ოჯახი. ოჯახები, რომლებშიც ძლიერი ემოციები გაფრთხილების გარეშე გამოიფრქვევა გარეთ. ანუ ბავშვმა უკვე იცის, რომ მისი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, რომ მუდმივად აკონტროლოს დიდების ემოციური კლიმატი, რათა ფსიქოლოგიური ქარიშხლის მოახლოება შეიტყოს. მეორე ტიპის ოჯახი ემოციური უარყოფის ოჯახი. ამ შემთხვევაში ძლიერი ემოციები არსებობს, მაგრამ მათი სისტემატიური უარყოფა ხდება ან დათრგუნვა. ბავშვი ანვითარებს ნატიფ მგრძნობელობას ემოციების უკვე გარჩევის თვალსაზრისით. ბავშვი ხდება ექსპერტი სევდის, ნაღველის, მრისხანების ნატიფი ნიშნების გარჩევაში. თუმცა უფროსები ცდილობენ ეს ყველაფერი დამალონ. მესამე ტიპის ოჯახი კიდევ უფრო ნატიფია. ეს არის ოჯახი უკვე ამოყირავებული ემოციური პასუხისმგებლობით. ამ დინამიკაში ბავშვი არაცნობიერად იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას უფროსების ემოციურ კეთილდღეობას. ბავშვი ხდება ოჯახის ემოციური თერმომეტრი, მშვიდობის მყოფელი. ხდება ის, ვინც არ ბილებს დაძაბულობას და ინარჩუნებს ზედაპირულ ჰარმონიას. სამივე შემთხვევაში ბავშვობიდან ვსწავლობთ არა მხოლოდ სხვა ადამიანების ემოციების შეგრძნებას, არამედ მათ გადამუშავებას. ბავშვობიდანვე გვინვითარდება ეს უნარი შევიწოვოთ სხვა ადამიანების ემოციური აბდაუბდა და მოვახდინოთ მათი ორგანიზაცია საკუთარ თავში. ყველაზე შოკის მომგვრელი მაინც ამ პროცესების ნევროლოგიური პროცესებია. ბავშვები,
რომლებიც იმყოფებიან ემოციურად კონცენტრირებულ გარემოში, თავიანთ ტვინის სტრუქტურაში ხდება სერიოზული ცვლილებები. სარკისებური ნეირონები, უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელია ემპათიაზე, სუპერაქტიური ხდებიან. ლიმბიკური სისტემა, დაგუგლეთ, ლიმბიკური სისტემა რო ნახოთ, აფართოებს აღქმის უნარს. ტვინის კუნძული, ინსულა ესე ქვია, დაგუგლეთ და ნახეთ. პასუხისმგებელი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, ემოციების დამუშავებაზე, ჩვენი ორგანიზმის ჰომეოსტაზზე. აი ეს ინსულა ანვითარებს უჩვეულოდ ძლიერ მგრძნობელობას. ანუ ეს ხდება ტვინის ორგანიზაციის ფიზიკურ დონეზე. ამ ბავშვებს პრინციპში უნვითარდება სრულიად სხვაგვარი ტვინი. ტვინი, რომელიც სპეციალიზდება ემოციების პროგრესულ დამუშავებაზე. იუნგი მიხვდა, რომ პათოლოგიით კი არა, ევოლუციური სპეციალიზაციის კვლევით იყო დაკავებული. ევოლუციური სპეციალიზაცია და არა პათოლოგია. გავიხსენოთ საკუთარი გამოცდილებები. აი, შესულხარ თუ არა ოთახში და ეგრევე გიგრძნია დაძაბულობა. ის დაძაბულობა, რომელსაც შეზღერდა ვერავინ ამჩნევს. აი, ქონია თუ არა განცდა, რომ ზუსტად კითხულობ, რას გრძნობს სინამდვილეში ადამიანი სოციალური ნიღბის უკან. ოდესმე თუ გიგრძნია თავი დათრგუნულად ბევრ ხალხში, არა ხმაურის ან ზედმეტი მოძრაობის გამო, არამედ რაღაც აუხსნელის გამო. იუნგმა აღმოაჩინა, რომ ეს განცდები შედეგია ზუსტადაც რომ ნევროლოგიური ცვლილებების, რომლებიც ჩვენს ბავშვობაში მოხდა. ანუ ჩვენმა ტვინმა განავითარა აღქმის ისეთი არხები, რომლებიც ადამიანთა უმრავლესობას უბრალოდ არ გააჩნია. ჩვენ სულაც არ წარმოვისახავთ. ზუსტადაც რომ აღვიქვამთ რეალურ ინფორმაციას, რომელსაც სხვების ნერვული სისტემები უბრალოდ ვერ იჭერენ. როდესაც იუნგი სწავლობდა საკუთარი ოჯახის ისტორიას, მან შეიტყო, რომ დედამისი, ემილი იუნგი, იტანჯებოდა იმით, რასაც იმდროინდელი ექიმები უწოდებდნენ ვიზიონერულ ეპიზოდებს. ეს ქალი ხშირად ატარებდა დროს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში. ყვებოდა წინათ გრძნობებზე, ხილვებზე. მამა პირიქით პროტესტანტი პასტორი იყო, რომელიც ესე ფარულად ებრძოდა ღრმა რელიგიურ ეჭვებს. იუნგი იზრდებოდა მუდმივი ფსიქოლოგიური დაძაბულობის ატმოსფეროში. დედა ცხოვრობდა რეალობებს შორის, მამა კი ჩუმად ეჭვის ქვეშ აყენებდა საკუთარი რწმენის საფუძვლებს. იუნგმა ბავშვობიდანვე განავითარა უჩვეულო მგრძნობელობა, რომელიც საშუალებას აძლევდა დაეჭირა სულიერი და ემოციური კონფლიქტის წყალქვეშა დინებები. იგი ასე წერს: ჩემდა გაუცნობიერებლად აღმოჩნდი ჩემი ოჯახის ემოციური სეისმოგრაფი. ჩემმა ბავშვმა ფსიქიკამ გამოიმუშავა ისეთი სიხშირეების დასაჭერი ინსტრუმენტები, რომელთა დათრგუნვაც მშვენივრად ისწავლეს უფროსებმა. დათრგუნვა ანუ არყოფა. აქედან გასაგებია, რომ ბავშვები მომავალი ემპათები არა უბრალოდ რეაგირებენ ოჯახურ გარემოზე, არამედ ასრულებენ გარკვეულ ფუნქციას ამ სისტემაში, ოჯახურ სისტემაში. ისინი არაცნობიერად იღებენ საკუთარ თავზე იმ ადამიანის როლს, რომელიც გრძნობს იმას, რასაც სხვები ვერ გრძნობენ ან არ გრძნობენ. იუნგი ასეთ ბავშვს ეძახდა ოჯახის ჩრდილის ენა ჭარტალას. ასეთი ბავშვი საკუთარ თავში ატარებს მთელი სისტემის გადაუმუშავებელ ემოციებს. ბავშვს, რომელიც ხდება გრძნობების საცავი. იმ გრძნობების, რომლებსაც უფროსები მიიჩნევენ მიუღებლად ან სახიფათოდ და აი ზუსტად აქ იუნგის აღმოჩენები ხდება ცოტა არ იყოს საგანგაშო. გაგრძელება შემდეგ აუდიოში.